სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა სვავს ახალგაზრდა ჯეტსონი, მინი, უფრო გავს შავკანიანია, მაგრამ არ არის აფრიკული შავკანიანი. და ჯონ მაკარტური ძალიან მოსიყვარულე და სიყვარულით ექცევა. ამას წინებზეც გოგონა ბროდასვა, ისიც მე მგონი მისი დაუნდაყოფილიყო. და ესეთი მიმართებაც არის ატა girl, ატა boy. სიყვარულით რა, სიყვარულით მიმართებაში ესე მიმართავს ჯონ მაკარტური. გამარჯობთ, მე ჯადსონ მინი მქვია და სანამ კითხვას დაგისვათ, მინდა მადლობა გაგიხადოთ ყველა იმ ქადაგებისთვის, რასაც გვასწავლეთ. წარმოდით, 5 წლის ბავშვია, მე მგონი შეიძლება არ ვიცი 7 წლის და ნახეთ როგორი სასიხარულო ესეთი პატარების ყოფნა, ხო? და ჯონ მაკარტური მადლობას უხდის. მე მიყვარს ის ქადაგებები, რომელსაც თქვენ გვასწავლით. და ჯონ მაკარტურის ეუბნება, მადლობთ რომ დღეს საღამოს ჩემთან მოხვედი და ჩამეხუტე. ეს შესანიშნავი იყო. დიახ, რა არის შენი კითხვა? ჯადსონ. ჩემი კითხვა არის, 60-ში რო წავალთ, როგორი იქნება ის? და ჯონ მაკარტური პასუხობს, რადგან იქ არასდროს ყოფილვარ, მხოლოდ ერთი ადგილი მაქვს, სადაც უნდა მიუბრუნდეთ და ეს არის წმინდა წერილი. და შეგიძლიათ წაიგითოთ გამოცხადების 21-22 თავები ბიბლიის ბოლოს და ეს არის საუკეთესო ბროშურა 60-ზე. თუ გსურთ 60-ის შესახებ მოგზაურობის ბროშურა, ეს არის გამოცხადების 21 და 22 თავები. და მოდი მე წავიკითხავ ახლა ამას, იმიტომ გვაქვს დრო და შეიძლება თქვენთვისაც შეხსენება იყოს. და ვიხილე ახალიცა, მე-20 მთავრდება ესე, რო ვიცოდეთ რითი მთავრდება მე-20 თავი, ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წინგში, ჩაწერილი ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილი იქნა ცეცხლის ტბაში. ესე მთავრდება მეორე სიკვდილით და გადადის 21 თავზე. და ვიხილე ახალიცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ, უკეთესად მინდა გითხრათ, რომ ეს 1000 წლეულის შემდეგ ხდება ყველაფერი. ესე იგი 1000 წლეული, 1000 წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავის საპყრობილიდან და გამოვა რათა დედამიწის 4 კუთხე შეაცნოს ერები, გოგი, მაგოგი და საბრძოლოდ შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარშემო ერტყნენ წმინდა ბანაკს, საყვარელ ქალს და ჩამოვიდა ცეცხლის ზეციდან და შთანთქა ისინი. მაგრამ ეს არ არის არმაგედონის ბრძოლა. არმაგედონის ბრძოლა არის ქრისტეს მეორე მოსვლის დროს, როცა ანტიქრისტეს დაამარცხებს ქრისტე. ის არის არმაგედონი, არ აგერიოთ, ეს არის უკვე სატანასთან საბოლოო და დედამიწაც რო იმაშვება. ესე იგი 1000 წლეული 64 დედამიწის 64, სადაც განდიდებული სხეულებითაც ავარ ჩვენ ხალხიც იბადება და ესე თქვათ დედამიწაზე ამ კოსმოსში ხდება ყველაფერი. ხოლო ეშმაკი მათი მაცნული ჩაგდებული იქნა ცეცხლის ტბაში და გოგირდის ტბაში, სადაც ხეცი და ცრუ წინასწარ ხეცი, ესე იგი ანტიქრისტე. უკვე ცეცხლის ტბაში არიან. და სატანაც ახლა ჩავარდება და თლიანად აღიგმება, ხო? და იდაჯება დღეთა და უკუნისან. ესე მთავრდება სიკვდილის ჩაგდებით ცეცხლის ტბაში მე-20 თავი და 21-ში ესე იწყება უკვე. და ვიხილე ახალიცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ, ნახეთ, პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს და ზღვა აღარ იყო. ესე იგი კოსმოსის ახილული რაც იყო ყველაფერი. და ვიხილე წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული როგორც თავისი საქმროსათვის მორთული საპატარძლო. და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა. ის დამკვიდრდება მათ შორის, იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმეთ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარ იქნება გლოვა, გოდება ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა. და თქვა ტახტზე მჯდომა: აჰა, ქმნი ყოველივე ახალს მითხრა, დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია სიტყვები. ესე 1000 წლეულში სიკვდილი არის, როგორც ახალგაზრდები ისე გარდაიცვლებიანო 1000 წლეულში, მაგრამ აქ უკვე ნახეთ აღარ არის არაფერი. და მითხრა, აღსრულდა, მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ წყურვალს უსასყიდლო სიცოცხლის წყლის სათავიდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები, ის ჩემთვის ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებლწულთა, მკვლელთა, მეძავთა, გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა, ცრუთა, ხვედრი ტბაშია, ლაპარაკეთ ცეცხლის ტბაზე, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი. და მოვიდა ერთი იმ 7 ანგელოსთაგანი, უკანასკნელი წყულებით სავსე 700 რომ ჰქონდათ და მითხრა: მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს კრავის ცოლს, წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე და მაჩვენა წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისაგან. ღვთის დიდების მქონე, მისი შუქი პატიოსან თვალს გავს, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას
დიდი და მაღალი გალავანი აქვს, 12 კარიბჭე და კარიბჭეებში 12 ანგელოზი და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა 12 ტომს ეკუთვნის. 3 კარიბჭე აღმოსავლეთიდან, 3 კარიბჭე ჩრდილოეთიდან, 3 სამხრეთიდან, 3 და 3 დასავლეთიდან. ქალაქის გალავანს 12 საძირკველი აქვს და მათზე კრავის 12 მოციქული სახელებია. ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ქონდა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად. ქალაქი ოთხკუთხედია, მისი სიგრძე იგივეა რაც სიგანე და გადაზომა ქალაქი ლერწმით 12000 სტადიონზე. მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარია. კუბური ზომისა ესე იგი. გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა 154 წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა. გალავანი იასპით არის ნაგები, ხოლო ქალაქი წმინდა მინის მსგავსი სუფთა ოქროთი. ქალაქის გალავნის საძირკველები ყოველგვარი ძვირფასი ქვით არის მოპირკეთებული. პირველი საძირკველი იასპია, მეორე საფირონი, მესამე ქალკედონი, მეოთხე ზურმუხტი, მეხუთე სარდონიქსი, მეექვსე სარდიონი, მეშვიდე ქრიზოლითი, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ქრისოპრარსი, მე-11 იაკნითი, მე-12 ამეთვისტო. შეიძლება ნახოთ კიდევაც არონის დასაცმელზე გასვოთ, როცა გულმკერდის ეს ქონდა დასამაგრებელი, იქ იყო 12 ესეთი ქვაც. 12 კარიბჭე, 12 მარგალიტი, ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, ვინაიდან მისი ტაძარი ყოვლის ხორობელი უფალი ღმერთია და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათლებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი. ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს. ნახეთ, მიწიერი მეფეებიც. არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე არ იქნება იქ და მიიტანენ მასში ერების დიდებასა და პატივს. ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წინშია ჩაწერილი. 22 თავი და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში მდინარის გაღმა გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც 12 ნაყოფი გამოაქვს. თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი, ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა. მეტად აღარაფერი იქნება დაწყეული და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურნი ემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ექნებათ. ღამე არ იქნება და აღარ დაშიდებათ არც ლამპრის შუქი, არც მზის სინათლე. ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკურით უკურსა. ეს კიდე მეორჯერ მეორდება. 21-ში ხო წავიკითხეთ შუქის შესახებ. და მითხრა, სარწმუნო და ჭეშმარიტია სიტყვები, წინასწარმეტყველა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის სახურებისათვის რა უნდა მოხდეს მალე. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს და მე იოანე მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე ანგელოზის ბერთით ყოველივეს რომ აჩვენა, რათა თაყვანი მეცა. მითხრა, ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს, ასე ჩვენი. ღმერთს ეცი თაყვანი. და მითხრა, ნუ დაბეჭდა ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო. და უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმინდური კვლავ უწმინდურობდეს. მართალი კვლავ მართლობდეს და წმინდა კვლავ წმინდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიუძღვა. ესე იგი მეორედ მოსვლაზეა ლაპარაკი, ხომ? იესო ლაპარაკობს. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი დასაბამი და დასასრული. ნეტარი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა ძაღლები და გრძნეულები, მეძავეები და კაცისკვლელები, კერთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და შადის. აჰა, სიცრუეზე კიდე ვისაც უნდა. მეათე მცნებაში ხო არის ყალბი მოწმე. აჰა, აგერ არის სიცრუე. მე იესო მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. სული და საზლო ამბობენ, მოდი, გამგონებაც თქვას, მოდი, ანუ ჩვენც. წყურვალი მოვიდეს და სურველმა უსასყიდლო დაიღოს სიცოცხლის წყალი. და ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები. თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყვილებს და თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართვეს მას წილ სიცოცხლის ხიდან, წმინდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამის დამოწმებელი ამბობს: ჰე, მალე მოვალ. ამინ, ჰე, მოდი უფალო იესო. ამას უკვე იოანე ამბობს, ხო? ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენთაგან. ამინ. აი, ვინც აკლებენ ახლა მართლმადიდებლები, კათოლიკეები და ვინც აკლებენ, ხედავთ რა ემართებათ და ვინც უმატებს კიდე. უფრო ხშირად კიდე უმატებენ ისინი, ხო? ბევრ რაღაცებს. და წყლოლები ამიტომ არის გამრავლებული მათზე.
ასე რომ ჯონ მაკარტური აგრძელებს ამის შემდეგ თავის საუბარს. ჩვენ კი ვიცით რომ საბოლოო 64 იქნება და მას ესაია რა თქმა უნდა ახალ აღთქმაშიც გამოცხადების წიგნში ახალი 64 და ახალი დედამიწა ქვია. ესაიაც ასე უწოდებს მას. ასე რომ რაც მოხდება არის შემდეგი. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ ის ამყარეს 1000 წლეულ სამეფოს, ამის მერე მოხდება დაბორკილი სატანის განთავისუფლება, დიდი ომი. რის შედეგადაც ეს სამყარო, რომელიც შესახებად ვიცით კოსმოსამდე, მთელი სამყარო, მასში არსებული ყველაფერი დაიშლება და ის ფაქტიურად გაქრება, აორთქლდება. პეტრე ამბობს ის აფეთქდება. სამყაროს ატომური კონსტრუქცია სიტყვასიტყველ მთელ სამყაროს ატომურ ბომბად გადააქცევს და ის თავად გაქრება, ანუ გაიხლიჩებიან ატომები. და მის ნაცვლად მოვა ახალიცა და ახალი დედამიწა და ის იქნება განსხვავებული. არც ცოდვა, არც მწუხარება, არც სევდა, არც სიკვდილი, ყველა ის, რაც აღწერილია გამოცხადების წიგნში, იქნება იქ. ასე რომ იქნება ახალიცა და ახალი დედამიწა და იქნება დედაქალაქი, რომელსაც ახალი იერუსალიმი ეწოდება. და ეს დედაქალაქი აღწერილია გამოცხადების წიგნში და ერთგვარი კუბური ქალაქია. მას აქვს კარიბჭე, თითოეული კარიბჭე თიუზარმაზარი მარგალიტია, მას აქვს საძირკვლის ქვები, რომლებიც ამზადება ულომასი ძვირფასი ქვებისაგან. მას აქვს ქუჩები, რომლებიც გამჭვირვალე ოქროსგანაა. მას არ აქვს ელექტროენერგია, რადგან მას არ სჭირდება განათება, რადგან კრავი არის მისი გამნათებელი ნათურა. და მის შუაგულში კრავი ასხივებს თავის ნათელს და ის გადის ძვირფას ქვებსა და გამჭვირვალე ოქროს შორის და ანათებს მთელ ახალ ცას და ახალ დედამიწას. ეს ჩვენთვის გაუგებარია და სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია. რაც ჩვენ თვალს არ უნახავს, რაც ჩვენს ყურს არ სმენია და კაც გულშიც კი არ გაუვლია, ის არის რაც ღმერთმა მოამზადა მისთვის, ვინც მას უყვარს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ როგორია 64 გარდა იმისა, რაც უფალმა გვითხრა ამ წიგნში, გამოცხადების 21-22 თავში, მაგრამ ეს საკმაოდ გასაოცარია სინამდვილეში. და ყველაზე კარგი ამბავი არის, რომ ჩვენ იქ როცა ავალთ, იქ დრო აღარ იქნება. დრო არ არის იქ. 64-ში დრო აღარ არის. ხომ, იცით რომ როგორ მიდის ჩვენი ცხოვრება დროსთან ერთად. დილით დგებით, დედა საუზმეს გიკეთებს შენ, შემდეგ სკოლაში უნდა წახვიდე, ცხოვრება საათებზე და დღეებში გრძელდება. და ამაზე ჩვენ ვსწორდებით. 64-ში დრო არ არის. მაშინ რა არის 64? ეს არის მარადიული მომენტი. მარადიული მომენტი დროის შეგრძნების გარეშე. არ არსებობს წარსული, არ არსებობს აწმყო, არ არსებობს მომავალი. ასე რომ ასე შეხედეთ მას. რადგან თუ 64-ზე იფიქრებთ, განსაკუთრებით ბავშვები 64-ზე რო ფიქრობენ, ალბათ თქვენ გაინტერესებთ ხომ მუდმივად რა უნდა გავაკეთო იქ? კალათბურთის ბურთი იქნება? შემეძლება სკეიტბორდით ვიკატაო? მულტფილმების ყურება თუ შეიძლება? ხედავთ? რა უნდა გავუკეთო ჩემ თავს? რაც უნდა გესმოდეთ, ის არის 64-ს არ აქვს დროის შეგრძნება. ეს არის მარადიული მომენტი, რომელიც არასდროს იწყება, არასდროს მიედინება და არასდროს თავდება. და ეს იქნება გამოუთქმელი, ჩვენთვის გამოუგებარი კმაყოფილების, სიხარულის, სიმშვიდისა და ბედნიერების მომენტი. შეგიძლიათ სადო წარმოიდგინოთ ყველაზე მშვენიერი დღე, რაც გქონია თქვენ ცხოვრებაში, ყველაზე მშვენიერი. შეგიძლიათ უბრალოდ თქვენს გონებაში დახატოთ და ეს 100,000-ზე, 10,000-ზე მეტად გაამრავლოთ და თქვათ, მინდა რომ ეს მომენტი სამუდამოდ იყოს და სულ ამ მომენტში ვიყო და არ გაქრეს. სწორედ ეს არის 64. იმედია რომ ეს დაგეხმარებათ და გმადლობა სუხთის ჩვენი ახალგაზრდა ირონება დამსმელი და ღმერთმა დაგლოცოთ ჯონიც ეუნება. ძალიან დიდი მადლობა შენ ამ კითხვისათვის. მადლობა თქვენ მოსმენისათვის.